თუ რუსთაველზე ჩაივლით და 24 ნომერში შეგხვდებათ კაფე წარწერით აჭარული ლაღიძეზე, იცოდეთ, რომ ეს ის ლაღიძის წყლები არაა, რომელიც დედაქალაქის მთავარ გამზირზე წლების წინ ფუნქციონირებდა. მიტროფანე ლაღიძის შთამომავლები კომპანია Good Food-ის ამ მარკეტინგულ ეშმაკობას აპროტესტებენ. რადგან როგორც აღმოჩნდა, ძალიან ბევრი ადამიანს გონია, რომ ამ კაფეში შესვლით ისტორიულ ლაღიძის წყლებს სტუმრობს. Good Food-ის სახელი შეცვლას არ აპირებს და დავა სავარაუდოდ სასამართლომდე მივა. რუსთაველის 24 ნომერში დაახლოებით 1 თვის წინ ახალი კვების ობიექტი გაიხსნა. ამ ამბავში განსაკუთრებული ალბათ არც არაფერი იქნებოდა, რომ არა მისთი ისტორიული მდებარეობა. ალბათ ყველას ახსოვს, რომ აქ წლების წინ ლაღიძის წყლები ფუნქციონირებდა. კაფის თავზე აბრაზე ლაღიძის ნაცვლად ახლა აჭარულები ლაღიძეზე წერია. თუმცა ნაცნობი მისამართი და სახელწოდებაში ლაღიძის მოხსენიება ძველი და ამ ახალი კაფის ერთმანეთთან გასაიგივებლად მომხმარებლისთვის საკმარისი აღმოჩნდა. თუ იცით აქ რა კაფე გაიხსნა? ლაღიძის წყლები. ძველი. გაიხსნაო, მაგრამ ვერ მოვახერხე ჩასვლა. გამოკითხვა ცალსახად აჩვენებს, რომ საზოგადოება კომპანია Good Food-ის მიერ გახსნილ კვების ობიექტს ლაღიძის კაფედ აღიქვამს. ფაქტს უკვე გამოეხმაურნენ მიტროფანე ლაღიძის შთამომავლები. სააქციო საზოგადოება ლაღიძეს ისინი დღემდე მართავენ. მიტროფანე ლაღიძის შთამომავლები მიიჩნევენ, რომ Good Food-ი ლაღიძის სახელს მომხმარებლის მისაზიდად ბოროტად იყენებს. ამიტომ კაფის სახელწოდების შეცვლას ითხოვენ. სახაჭაპური იყენებს ლაღიძის წყლების სახელს და სადაც არ იყიდება ლაღიძის წყლები. მოსახლეობამ გვინდა იცოდეს, რომ ეს არ არის ლაღიძის წყლები. კაფისთვის სახელის შეცვლას Good Food-ის დირექტორი არ აპირებს. ამბობს, რომ მან მარკეტინგულად სწორი გათვლა გააკეთა და მისი ყველა ნაბიჯი კანონიერია. ის, რომ მოქალაქეები მის კაფეს და ლაღიძეს ერთმანეთთან აიგივებენ, მისი დანაშაული არ არის. მარკეტინგული გათვლა ყოველთვის არის დასახელებაში ნებისმიერი სავაჭრო ობიექტის. აქ უფრო გათვლა იყო იმაზე, რომ ხალხისთვის გვეგრძნობინებინა, რომ ის კაფე, რომელიც ჩვენ ბავშვობაში არსებობდა, ისევ აღდგა. აქ უფრო დატვირთვა წავიღეთ, რადგან აქ ლაღიძის წყლები აღარ იქნებოდა და ლაღიძის წყლები ძალიან ცნობილია დღესაც მთელ საქართველოში. აქ უფრო დატვირთვა წამოვიდა აჭარულ ხაჭაპურს. აჭარულები ლაღიძეზე გაზირებული სასმელი წყლის სიროფით შეპესე ლაღისგან მარაგდება. კომპანიაში აცხადებენ, რომ სიროფის დამზადების რეცეპტი ლაღიძის წყლის იდენტურია და ის ძველი ლიტერატურიდან მოიპოვეს. სააქციო საზოგადოება ლაღიძის მთავარი ტექნიკოსი კი განმარტავს, რომ რუსთაველზე ახალ გახსნილ კაფეში ლაღის წყლის დაგემოვნებისას მომხმარებელს წყალი ლაღიძი ჰგონია. ამით კი ლაღიძის წყლის სახელი ილახება, მათი კომპანია კი ზარალდება. ლაღმა გააკეთოს რაც უნდა ის გააკეთოს, მაგრამ ის მიტროფანე ლაღიძის რეცეპტურები და ეს შემონათვალი, რაც აქვს მიტროფანე ლაღიძეს და რაც ლაღიძის წყლებით არის ცნობილი, ის არ გააკეთოს. მაცას არაფერს არ ვიყენებთ, შეგვაქვს ნამდვილად სეროფები კაფეში, მაგრამ ლაღიძესთან ასოცირება არ გაქვს ჩვენ არანაირი და არანაირ სახელს არ ვიყენებთ. რეცეპტი ყველასთვის ცნობილია და პრობლემას არ შეადგენს და მართლაც საიდუმლოება ამაში არაფერი არ არის. რა ხდება რეალურად? არ გვაქვს თუ არა Good Food-ის სააქციო საზოგადოება ლაღიძის უფლებებს. საკპატენტში განმარტავენ, რომ სახელწოდება ლაღიძის წყლები დაპატენტებულია. კანონმდებლობით კი მესამე პირის მიერ სასაქონლე ნიშნის სხვა მსგავსი ფორმულირებით გამოყენება და ამ გზით მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა აკრძალულია. თუ კი მტკიცდება შესაბამისი პროცედურით, რომ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მსგავსი აღნიშვნის გამოყენება ხდება ბაზარზე და ჩნდება საშიშროება, რომ მომხმარებელს შეიძლება ეს ორი აღნიშვნა ერთმანეთში აერიოს, ნიშნის მფლობელს უფლება აქვს მოითხოვოს ასეთი ნიშნის გამოყენების აკრძალვა. შეჰყავს თუ არა შეცდომაში Good Food-ს მომხმარებელი შესაბამისმა ორგანოებმა უნდა დაადგინონ. სააქციო საზოგადოება ლაღიძე კაფის აბრაზე ლაღიძის დატოვების შემთხვევაში Good Food-ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას სასამართლოში გეგმავს.